დიქტატურა საზოგადოებას მხოლოდ თავისუფლებას არ ართმევს. ის ადამიანებს ერთმანეთისგან აშორებს, აკრობს ნდობას და როდესაც საზოგადოება ნდობას კარგავს, მათ აღარ სჯერათ ერთმანეთის, აღარ საუბრობენ გულწრფელად და აღარ სჯერათ სიმართლის. სწორედ ეს იწვევს მათ შორის ხიჭ-ჭაჰტეხილობას. როგორც თქვა ჯორჯ ორუელმა, რაც უფრო შორდება საზოგადოება ჭეშმარიტებას, მით უფრო იძულებს ყველას, ვინც სიმართლეს ლაპარაკობს. ყველაფერი ჩუმად იწყება. არავინ გაიძულებს ღიად ემსახურო რეჟიმს. უბრალოდ ყოველდღე გასწავლიან მორჩილებას, არ გაძლევენ კითხვების დასმის საშუალებას და გაიძულებენ შეეგუო ფაქტს, რომ შენ ვერაფერს ვერ შეცვლი. ისინი გეუბნებიან, რომ სიჩუმე უსაფრთხოა, კითხვები საშიში, კრიტიკა კი ღალატი, მაგრამ საშინელება ის კი არაა ადამიანი რომ დუმს, როცა ეშინია, არამედ ის, რომ დუმილი ნორმალურად მიაჩნია. ასეთ დროს კი ნენელა კარგავ თავისუფლებას. ჯერ არჩევანს მოკპარავენ. შემდეგ პროტესტის გამოხატვის უფლებას შეგიზღუდავენ. სტუდენტებს უნივერსიტეტის წინ ტროტუარზე დაიჭერენ და ბოლოს სოციალურ ქსელში პოსტის გამო მოგიწევს ციხეში ყოფნა. ნენელა საზოგადოება საკუთარ თავს ცენზურას თვითონ უწესებს. ადამიანები სიტყვებს არჩევენ. ისინი მეგობრებთანაც ფრთხილად საუბრობენ და მათ სჯერათ, რომ დიდი ძმა მათაც უყურებს. სწორედ აქ იწყება ყველაზე საშიში პროცესი. საზოგადოება დუმილს ეჩვევა. ჯერ ადამიანები საკუთარ აზრებს მალავენ, შემდეგ ემოციებს და ბოლოს კი გადაიქცევიან აპათიურ არსებებად, რომლებსაც არ აინტერესებთ ბავშვებს წამალი რომ სჭირდებათ სიცოცხლისთვის. ჩანი შვილები იწვრები შიდათ იყავითო. შეგწყვეთ ადამიანებო, შეგწყვეთ. და ამ დროს გარედან შეიძლება ყველაფერი ჩვეულებრივად ჩანდეს. ქუჩები სავსეა, რესტორნები მუშაობს, სტუდენტები უნივერსიტეტებში დადიან, კონცერტებიც ტარდება, თითქოს ხალხი ბედნიერია. სინამდვილეში საზოგადოება ნენელად არიელდება, რადგან დიქტატურა ადამიანებს ართმევს ყველაზე მთავარს, თავისუფალი ფიქრის უნარს. ადამიანები ეჩვევიან, რომ გადაწყვეტილებებს სხვები იღებენ და მათ გონიათ, რომ მოქალაქეობა მხოლოდ არსებობაა და არა პასუხისმგებლობა. საზოგადოება მაშინ კდება, როდესაც ადამიანები ფიქრს წყვეტენ, კითხვებს აღარ სვამენ და ერთმანეთს აღარ ენდობიან. სწორედ ამიტომ დიქტატურისთვის ყველაზე დიდი საფრთხე თავისუფალი საზოგადოებაა, ის საზოგადოება, რომელიც შიშის მიუხედავად მაინც იბრძვის. დიქტატურა მიცის, რომ ერთი მებრძოლი ადამიანი მეორეს გაამხნევებს, მეორე მესამეს და ეს ერთიანობა აუცილებლად დაარღვევს სიჩუმეს, რომელიც გამარჯვების საწინდარია. ამისთვის კი საზოგადოებამ უნდა დაიმახსოვროს, რომ იგიდან სწორედ ის დარჩება, რაც იგიში იგი იყო.